თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ და გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება და დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტრო 21 აპრილის 4 საათამდე, დილის 4 საათამდე იმუშავებს და გადაადგილება მოქალაქეებისთვის იქნება უფასო, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს 21 აპრილს დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით მოემსახურება უფასოდ. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ მარჯანიშვილის, დელისის, სარაჯიშვილის, ვარკეთილის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან და დიდუბის ზედა გასასვლელიდან, ასევე ჭიჭინაძის, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან, კერძოდ შვამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.